შულდოსნობაში ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ღია პირველობა გაიმართა. სამ მასაკობრივ ჯგუფში გოგონები და ვაჟები ერთმანეთს 70 მეტრ დისტანციაზე სროლაში შეეჯიბრნენ. ორი დღის განმავლობაში ტურნირში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენელი ასპარეზობდა. საუკეთესო სპორტსმენებს მედლები და სიგელები გადაეცათ. ორგანიზატორების თქმით, გამარჯვებულებით დაკომპლექტებული გუნდი ივლისში ერევანში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. Ყველა შეჯიბრება ძალიან მნიშვნელოვანია. სირთულეები ყოველ შეჯიბრებაზე არის, რა თქმა უნდა, შედეგის გაკეთება არის აუცილებელი ყოველ შეჯიბრებაზე, რაც ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად გამომივიდა. შერჩეული უკვე ვყავდა ევროპის ჩემპიონატისათვის, მსოფლიო თასზე და ევროპის გრან-პრიზე შევარჩიეს 3 ქალი და 3 ვაჟი და ზუსტად ისინი გავიდნენ პირველ სამეულში ამ ღონისძიებაზეც. ასე რომ არავითარი ცვლილება არ მომხდარა. ქალებიდან ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინა ესებუა და იულია ლობჟანიძე გაემგზავრებიან ერევანში. ბიჭებიდან ქუთაისლებია 2 ჯაბა მოსეშვილი და ლაშა ფხაკაძე და მესამე შუშაძე მამუკა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა. გამარჯვებულები გამოვლინდა სამასაკობრივ ჯგუფში, კადეტებს შორის, ახალგაზრდებს შორის და დიდებს შორის. დღევანდელი გამარჯვებულებს მიულოცავ და მიზეზი დღევანდელი დღე ჩვენი სპორტსმენებისათვის არის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, საჭირო ახალგაზრდებისათვის და ჩვენ კიდევ 24-25 ივლისს ჩვენი სპორტსმენები მიემგზავრებიან ერევანში, სადაც ევროპის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება, რათა მოვიპოვოთ ევროპის ლიცენზიები, ოლიმპიადის ლიცენზიები.